ახლა ამ ძალიან ლამაზი გოგოს ჯერი მოვიდა. მე ვარ თიკო მოსამგლიშვილი, 26 წლის თბილისიდან. მუშაობ მოთმაყურებელთა თეატრში. თეატრსა და სიმღერა საერთოდ ის აქვს, რომ ორივე სიტუაცია ხდება სცენაზე, ამიტომ მეხმარება ჩემი პროფესია იმაში, რომ დღეს აერთ მოვიდე და თამამად გამოვიდე. გამარჯობა. სახელი? თიკო. თიკო, რამდენი წლის ხარ თიკო? 26-ის. ძალიან კარგი, რა შეგვისრულებ? მე შეგისრულებთ ნინა სიმონეს სიმღერას I put a spell on you. იმედი მაქვს კარგად გამოგივა. Put a spell on you because you're mine. You better stop the things you do. I am alive. Oh, I am alive. Yeah. I put a spell on you because you're mine. You're mine. I love you. I love you anyhow. I put a spell on you because you're mine. Yeah. I put a spell on you. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მე ენა ჩამივარ და რო უსმენდი, არის თუ არა ისე. ძალიან იშვიათობაა დღეს მაღალი კლასის ვოკალისტები. ხვდები, რომ დაუდოს სიმღერა და იმღეროს ისე, რომ აი ცოტა გაგაგიჟოს. იშვიათობა არ არის ვოკალისტები. ძალიან ბევრია კარგი ვოკალი. ნუ არიან, მაგრამ რაღაცეებს ვერ ქაჩავენ, ხვდები? ბრავო. იშვიათი შემთხვევა, როდესაც მე ძალითაც რომ მინდოდეს ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აი ყველაფერი მომეწონა, ყველაფერი. ვინ გაწვდის გიორგი ცუდის თქმას ასეთ შემთხვევაში? კი, ნამდვილად და არც ვაპირებ, იმიტომ რომ მუსიკალურად ხომ მომეწონა, როგორი თვით დაჯერებულია, ესეც ძალიან მომეწონა. თვალებითაც კი როგორ მუშაობს, აი ისიც მომეწონა რომ ბოლომდე დარბაზის ბოლომდე გადის მისი გამოხედვა. ხო, აი ბევრი რაღაცეები დებს მას. კი, ძალიან ბევრი და რაც თავარია იცის როგორ აჩვენოს ეს ყველაფერი, თორემ ბევრი დებს, მაგრამ არ იციან როგორ გამოიტანონ ეს სცენაზე. ძალიან. სიტყვა ვერ ჩავდგი. ეს ენა ჩავარდნილი რომ ამდენს ლაპარაკობს, ენას რომ ამოიდგამს ხოლმე მე რასიზმს წარმოიდგინე. მე მეუბნები? გინდა ეხა ჩაგკბიჩო. არ მინდა. და შენ არ მხოლოდ ნახევარი გაბუ დავწოვო. ძვალი არ გადაგწევს. ნიას ჩავკბიჩავ და გაბუ დარჩე. კარგი, ვიდრე ამ ეტაპზე გადავსულვართ, ეს არ იქნება მაინც კარგი საყურებელი. თიკო? კი. თიკო კი. კი, თიკო. რა თქმა უნდა კი. ძალიან დიდი მადლობა. 4 კი. ასე მოხიბლა ლამაზმა და ნიჭიერმა თიკომ ჟიური და სრულიად მაყურებელი და ანრის აღიარებაც მოიპოვა. მე ძალიან მიერია. ახლა ძალიან მიერია. აი რა ვქნა. ნახა Facebook-ზე სტატუსებს. რაზე? რომ არ აღიარებ შენ. ქართველ მომღერლებს. ვის არ ვაღიარე? მე შენ გაღიარებ და რამდენიმე. ნუ მეტენებ. არ გეტენები.
დააჭირე გამოწერის ღილაკს და მოისმინე ჩემი შეფასებები იქამდე, ვიდრე მათზე ყველა ალაპარაკდება.